საღამო მშვიდობისა, თქვენ უსმენთ ნამდვილ ისტორიებს, მე ვარ თეონა გეგელია. დღევანდელ ეპიზოდში გიამბობთ საფრანგეთის რევოლუციის მთავარ გმირზე, მაქსიმილიან რობესპიერზე. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებთ, აზიარებთ და იწონებთ ჩვენს ნამდვილ ისტორიებს. მადლობა ჩვენს ძველ და ახალ გამომწერებს. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და ერთადერთი გზაა ამ არხის არსებობის და განვითარებისთვის. მაქსიმილიან რობესპიერი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, მაგრამ მისი სახელი რჩებოდა აქტიურ პოლიტიკურ ლექსიკონში. მაგალითად, ნაპოლეონს მტრები ცხენზე ამხედრებულ რობესპიერს ეძახდნენ. ენგელსმა ინგლისური რევოლუციის ბელადზე ოლივერ კრომველზე ერთხელ დაწერა, რომ ის საკუთარ თავში აერთიანებდა რობესპიერს და ნაპოლეონს. ლევ ტროცკი ლენინს ირონიულად უწოდებდა მაქსიმილიანს. ხოლო 1980-იანი წლების ფრანგულ კინოკომედიებში გმირები რობესპიერებს უწოდებდნენ დაცინვით ფრანსუა მიტერანის სოციალისტური პარტიის აქტივისტებს. რატომ გახდა რობესპიერის გვარი ლანძღვის სინონიმი ადამიანების ერთი ნაწილისთვის, სხვებისთვის კი ნამდვილი იდეალი? შევეცდებით გავარკვიოთ. მაქსიმილიან რობესპიერი დაიბადა 1758 წლის 6 მაისს საფრანგეთის ქალაქ არასში, შთამომავლობით იურისტების ოჯახში. როდესაც ბავშვი წამოიზარდა, ოჯახური ტრადიციის თანახმად გააგზავნეს პარიზში, პრესტიჟულ ლუი მე-14-ის ლიცეუმში სამართლის შესასწავლად. შემდეგ მან სორბონას იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლა. 1791 წელს ბაკალავრის დიპლომით დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და დაიწყო საადვოკატო პრაქტიკა. ცოდნე, სრდილობიანი და ძალიან აკურატული ადვოკატი სწრაფად გახდა პოპულარული. სხვათა შორის თანამედროვეებს განსაკუთრებით დაამახსოვრდათ რობესპიერის ეს ბოლოთვისება, უკიდურესი აკურატულობა ტანსაცმლის და გარეგნობის საკითხებში, რაც ზოგჯერ არაჯანსაღ პედანტიზმში გადასდიოდა. რობესპიერის პარიკი იყო ყოველთვის გაპუდრული, იდეალურად დავარცხნილი, ტანსაცმელი კი ყველა ღილზე შეკრული. მომავალში ის ზუსტად ასეთი პედანტურობით მოჰკვეთს თავებს რევოლუციის მრავალრიცხოვან მტრებს. მაგრამ ეს იქნება მოგვიანებით და ვიდრე ის იზრდებოდა, დგამდა პირველ ნაბიჯებს როგორც იურისტი, საფრანგეთში დიდი ამბები მწიფდებოდა. მე-18 საუკუნის შუა წლებში ჩანდა თითქოს ფრანგი მეფეების ძალაუფლება იყო ურყევი. მაგრამ იმავე დროს გლეხები სულ ზღაფავდნენ მიწის სიმწირის და ფეოდალების გადასახადების გამო. ქალაქის მანუფაქტურების მუშები ნახევრად ჩიმშილობდნენ. მაგრამ სიღარიბეზე საშინელი იყო ის, რომ სრული უუფლებობა იყო გაბატონებული მათთვის, ვინც არ მიეკუთვნებოდა ორ უმაღლეს ფენას, დიდგვაროვნებს და სამღვდელოებას. ყველა ეს უუფლებო, რომლებსაც განეკუთვნებოდნენ არა მხოლოდ გლეხები და მუშები, არამედ ბიზნესის წარმომადგენლები, ინტელიგენცია და უბრალო მოხელეები, ერთიანდებოდნენ ეგრეთ წოდებულ მესამე ფენაში. მოგვიანებით ნაპოლეონი ასე ახსნის რევოლუციის მიზეზს. საფრანგეთს უნდოდა თანასწორობა. და თანასწორობა არა იმ გაგებით, რომ აეღოთ ყველაფერი და გაეყოთ თანაბრად ერთმანეთში. არამედ უნდოდათ ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე, რაც საფრანგეთში საერთოდ არ არსებობდა. დიდგვაროვანს შეეძლო მარტივად ეცემა არადიდგვაროვანი ჯოხით. მთვრალ გრაფს შეეძლო მოეკლა თავისი მოსამსახურე სადღაც პაპში და პაპის მეპატრონესთვის ეთქვა, რომ ანგარიშში მიმითვალეო. დიდგვაროვნების ყველა ეს ცელქობა და ასე უწოდებდნენ მათ ქცევას მე-18 საუკუნეში, რჩებოდა აბსოლუტურად დაუსჯელი. სამოხელეო და სასამართლო აპარატი იყო სრულად გახრწნილი. საქმეები გვარდებოდა მხოლოდ ნათესაური კავშირებით ან ქრთამით. როგორც მე-18 საუკუნის ერთმა ჭკვიანმა კურტიზანმა ქალმა, მადამ დე ტანსენმა თქვა, ის იყო ფრანგი ფილოსოფოსის დალამბერის დედა, ღმერთი თუ უშუალოდ არ ჩაერევა, შეუძლებელია ეს ყველაფერი არ ჩამოინგრესო. დიდი ხნის დაგროვილმა უკმაყოფილებამ 1789 წელს იფეთქა, როდესაც ლუი მე-16-მ მოიწვია გენერალური შტატები. გენერალური შტატები ეს არის ძველი საფრანგეთის სათათბირო ორგანო, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი დეპუტატების კრება. არტუას პროვინციიდან დეპუტატად ამ კრებაში აირჩიეს ადვოკატი მაქსიმილიან რობესპიერიც. 1789 წლის გენერალურ შტატებს ჰქონდა სუფთა ტექნიკური მიზნები. ხმა უნდა მიეცათ ახალი გადასახადების დაწესებისთვის.
მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ. გენერალურმა შტატებმა, უფრო ზუსტად კი მისმა ნაწილმა, აი იმ მესამე ფენის წარმომადგენლებმა, გადასახადების განხილვაზე თქვეს უარი. ამის ნაცვლად მათ თავი დამფუძნებელ კრებად გამოაცხადეს. მეფე დაემუქრა ამბოხებულებს, რომ ძალას გამოიყენებდა. პასუხად პარიზელები აჯანყდნენ 1789 წლის 12 ივლისს და დაიწყო საფრანგეთის დიდი რევოლუცია. 1792 წლის აგვისტოში 1000-წლიანი ფრანგული მონარქია დაემხო. მთელი ძალაუფლება გადავიდა დეპუტატთა კრების ხელში, რომელსაც უწოდეს კონვენტი. ყველა ამ მოვლენაში რობესპიერი მონაწილეობდა როგორც უკიდურესი, დღეს იტყოდნენ ალბათ, ულტრა მემარცხენეების მეთაური. მონარქიის დამხობის შემდეგ კონვენტში წამყვანი ძალა იყვნენ ჟირონდისტები, ზომიერები, როგორც მათ მეორენაირად უწოდებდნენ, მაგრამ გაბოროტებული ხალხის მასები ამ ჟირონდისტებს მალე თავიდან მოიშორებენ. რევოლუცია ღარიბებს თითქმის არაფერს მოუტანს. პირიქით, როგორც ყველა გარდამავალ დროს, მათ ახალი პრობლემები დაემატათ. ამ პირობებში კი რობესპიერის და მარატის, რევოლუციის მეორე ლიდერის რადიკალური ლოზუნგები ხალხს გულზე მალამო დეფინებოდა. რობესპიერის და მისი ჯგუფის ვარსკვლავური ჟამი დადგა 1793 წლის ივნისში. გაკოტრებული სანკილუოტებით, ღარიბი რევოლუციონერებით გარშემორტყმული კონვენტი ფარხმალს ყრის და საკუთარი რიგებიდან აძევებს ჟირონდის დეპუტატებს. ძალაუფლება გადადის უკიდურესი მემარცხენეების, რობესპიერის და მისი მომხრეების ეგრეთ წოდებული იაკობინელების ხელში. რობესპიერი და მისი უახლოესი თანამოაზრეები, სენ-ჟიუსტი და კუტონი შედიან საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტის შემადგენლობაში, ფაქტობრივად რევოლუციური საფრანგეთის მთავრობაში. და მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის ყველა წევრი ფორმალურად იყო თანასწორი, არაფორმალური ლიდერი, არაფორმალური მმართველი იყო რობესპიერი. ხელისუფლებაში რადიკალური ლოზუნგებით მოსულმა იაკობინელებმა და მათ ვერავინ დაადანაშაულებს ამომრჩევლების მოტყუებაში, დაიწყეს ამ ლოზუნგების ცხოვრებაში გატარება. გადაწყდა მიწის საკითხი, გლეხების ყველა ვალდებულება ფეოდალების მიმართ უქმდებოდა გამოსასყიდის გარეშე. დიდგვაროვნებს მიწებს ართმევდნენ, ყოფდნენ პატარა ნაკვეთებად და ყიდნენ გლეხებზე. 1794 წელს კი იაკობინელებმა ამ ნაკვეთების საერთოდ უფასოდ დარიგება დაიწყეს. 1793 წლის სექტემბერში კონვენტმა დააწესა ფიქსირებული ფასები პურსა და პირველი მოხმარების საქონელზე. ეს იყო ეკონომიკაში ყველაზე რადიკალური ნაბიჯი, რომელიც გადაუდგამთ რევოლუციონერებს კომუნისტურ დიქტატურებამდე. მაგრამ რობესპიერი თანამედროვეებს და შთამომავლებს დაამახსოვრდათ არა მისი სოციალური ექსპერიმენტებით, არამედ სულ სხვა რამით და ეს იყო ტერორი. სწორედ ამ დროს პირველად ისტორიაში აქტიურად იწყება ცნობილი სიტყვათა შეთანხმების, ხალხის მტრის გამოყენება. თან ის გარანტირებულად ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს. თავდაპირველად რობესპიერი გილიოტინაზე უშვებს ახალი ხელისუფლების გამოკვეთილ მტრებს. ესენი იყვნენ სამეფო გვარის წარმომადგენლები, არისტოკრატები და მათი ოჯახები, რომლებმაც ვერ მოასწრეს გაქცევა. მღვდლები, რომლებმაც არ აღიარეს რევოლუციური რეჟიმი. ითვლებოდა, რომ ამ ადამიანებს სურდათ რევოლუცია. ის არისტოკრატებიც კი, ვინც რესპუბლიკის მხარეს გადავიდა, ეჭვებს აჩენდნენ. ამიტომ ბევრი სიკვდილით დასაჯეს. რა თქმა უნდა, მტრები იყვნენ ყოფილი დეპუტატები, ჟირონდისტები, 84 ადამიანი. მათგან ისინი, ვინც სიფრთხილე არ გამოიჩინა და პარიზში დარჩა, 1793 წლის შემოდგომაზევე დასაჯეს სიკვდილით. მოკლეს ჟაკ პიერ ბრისო, ჟირონდისტების ლიდერი. ის იყო ავტორი ცნობილი აფორიზმისა საკუთრება ესაა ძარცვა. ეს ფრაზა პოპულარული გახადა ცნობილმა ანარქისტმა პიერ ჟოზეფ პრუდონმა. ეშაფოთზე აიყვანეს მანონ როლანი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ცოლი. ამ მომხიბვლელი და დახვეწილი ქალის გავლენა ჟირონდისტების კაბინეტზე იყო ძალიან დიდი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ის უნდა მოუკვდარიყო. თუმცა ჟირონდისტების უმრავლესობა გონივრულად მოიქცა და დატოვა პარიზი. ისინი თავს აფარებდნენ პროვინციებს. რობესპიერმა დაიწყო მათზე ნამდვილი ნადირობა. იაკობინელები როგორც კაციჭამიები ისე დასდებდნენ ჟირონდისტებს. ისინი იმალებოდნენ შემთხვევით ადამიანებთან, რომლებსაც ყოფნიდათ სიმამაცე, რომ შეეკედლათ ისინი. მტრების შეფარებისთვის კი სიკვდილით სჭიდნენ. ერთმა ასეთმა გულისხმიერმა ქალმა, ქალაქ სენტ-ემილიონიდან სახლში 7 ჟირონდისტი დამალა, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა არა მხოლოდ მას, არამედ მის ქმარს და მოხუც მამას.
რევოლუციური ტრიბუნალის განაჩენით სამივე სიკვდილით დასაჯეს. როდესაც იმ 7 ჟირონდისტმა გაიგო, რომ მათ თავშესაფარს მიაგნეს, ტყეში გაიქცნენ. მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა, ლუვე დე კუვრე, ცნობილი რომანის „ფობლასის სასიყვარულო თამაშების“ ავტორი. მის თანამებრძოლებს კი არ გაუმართლათ. პარიზის ყოფილ მერს ჟერომ პეტიონს არ უნდოდა ჩაბარება, ამიტომ საწამლავი დალია. მისმა მეგობარმა ბიუზომ კი თავი მოიკლა. მათი გვამები რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინეს. იაკობინელთა ტერორის პირველი თვეები იყო საშინელი, მაგრამ სულ ცოტა ლოგიკური, რადგან სიკვდილით სჯიდნენ მართლაც რეჟიმის მტრებს. მაგრამ იმას, რაც მოხდა 1794 წლის მარტსა და აპრილში, თანამედროვეები თვლიდნენ სრულ სიგიშედ. ამ თვეების განმავლობაში ორი სასამართლო პროცესი ჩატარდა. ბრალდებულების სკამზე ისხდნენ უკვე არა არისტოკრატები, ჟირონდისტები ან ამბოხებულები, არამედ რევოლუციის ნამდვილი გმირები, რობესპიერის თანამებრძოლები პარტიიდან, იაკობინელები. პირველი პროცესი იმ იაკობინელების წინააღმდეგ იყო, ვინც რობესპიერისგან მარცხნივ იდგა, ეგრეთ წოდებული ებერტისტები, ჟაკ ებერის მომხრეები. მეორე პროცესზე გაასამართლეს მარჯვნივ მდგომნი დანტონისტები, ჟორჟ დანტონის მხარდამჭერები. განსაკუთრებით დამძრგუნველი იყო დანტონის პროცესი. ის იყო რევოლუციის ლეგენდა. მისი სახელი 1792-93 წლებში ბევრად ხმამაღლა ისმოდა ვიდრე რობესპიერის. არავის მონარქიის დასამხობად არ გაუკეთებია იმაზე მეტი, ვიდრე დანტონმა გააკეთა. ახლა კი ამ უშიშარ რევოლუციონერს რევოლუციის ტრიბუნალი ასამართლებდა. დანტონთან ერთად ბრალდებულის სკამზე იჯდა კამილ დემულენი. 1789 წელს სწორედ მან მოუწოდა ხალხს და პირველმა დაიძახა ბასტილიისკენ. ასეთი ადამიანების წინააღმდეგ მოქმედება იყო იგივე, რაც რევოლუციის წინააღმდეგ მოქმედება. მაგრამ რობესპიერმა ეს გაბედა. ბინძური და შეთითხნილი პროცესის შემდეგ დანტონიც, დემულენიც და კიდევ რამდენიმე ძველი რევოლუციონერი სიკვდილით დასაჯეს. სიტუაციას კიდევ უფრო დრამატულს ხდიდა ის, რომ კამილ დემულენი იყო რობესპიერის საუკეთესო მეგობარი, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან. დემულენის ქორწილში რობესპიერი მისი მეჯვარე იყო. ახლა კი სიკვდილზე გაუშვა ისიც და დარდისგან შეშლილი მისი ცოლი ლიუსილიც. ქალმა სიკვდილით დასჯის წინ თეთრი ფაქტობრივად საქორწილო კაბა ჩაიცვა და ასე აღნიშნა მეორე შერწყმა მეუღლესთან, უკვე იმქვეყნად. ამბობენ, რომ დემულენისთვის სასიკვდილო განაჩენზე ხელის მოწერის დროს რობესპიერი ტიროდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია განაჩენის სისრულეში მოყვანისთვის. ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ აკეთებდა ამ ყველაფერს რობესპიერი? რა იყო მისი მოტივი? პასუხი არის ძალიან მარტივი. ეს იყო ფანატიზმამდე მისული იდეა. ის ამ მკვლელობებით სიამოვნებას არ იღებდა. არ დასცინოდა მსხვერპლებს და მათ ტანჯვას. ამ საქმეს ის უდგებოდა როგორც მოსაწყენი ბუღალტრული ანგარიშების მომზადებას. ძალაუფლების მწვერვალზეც კი ის ასკეტის ცხოვრებით ცხოვრობდა. მლიქვნელებმა მას შეარქვეს მოუსყიდავი და, როგორც ამბობენ, ეს იყო სიმართლე და არა მლიქვნელობა. ის არაფერს პირადი გამორჩენისთვის არ აკეთებდა. აკეთებდა მხოლოდ რევოლუციისთვის. რობესპიერი, რომელიც იყო ჟან-ჟაკ რუსოს ფილოსოფიის ყველაზე ერთგული მიმდევარი, იმდენად შეიპყრო გონებისა და სათნოების ზეიმის პოსტულატებმა, რომ უბრალოდ უარს ეუბნებოდა სიცოცხლის უფლებაზე მათ, ვისაც არ თვლიდა საკმარისად გონიერ და სათნო ადამიანებად. ხოლო რევოლუციონერის ჭეშმარიტი სათნოება, მისი აზრით, იყო ბრძოლის პროცესში მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების დროს სიმტკიცე და არავითარი ყოყმანი. რობესპიერი იყო ფანატიკოსი. მხოლოდ ფანატიკოს შეეძლო წარმოეთქვა ისეთი სიტყვები 1794 წლის 5 თებერვლის კონვენტის ხდომაზე, როგორიცაა, რომ ტერორი არაფერია გარდა სწრაფი, მკაცრი და უკომპრომისო სამართლიანობის. და სწორედ ამით არის ის სიკეთის გამოვლინებაო. ტერორი რომ სიკეთე და სათნოება ყოფილა, ამ სიტყვების წარმოთქმა ალბათ მხოლოდ ფანატიკოს შეეძლო. 1794 წელს საფრანგეთი სულ ზღაფავდა სიცხესა და შიში. რობესპიერი, რომელმაც ტერორი ნათელი მომავლის აშენების ერთადერთ ინსტრუმენტად გამოაცხადა, ვეღარ ამოხრუჭებდა. 1794 წლის 10 ივნისს რობესპიერის ზეწოლით კონვენტმა მიიღო კანონი რევოლუციური ტრიბუნალის შესახებ. ამ კანონით უქმდებოდა მთელი სამართლებრივი სისტემა. ბრალდებულის წინასწარი დაკითხვა. მას პირდაპირ სასამართლოზე კითხავდნენ. მოწმეებს არ იძახებდნენ.
დამცველების ანუ ადვოკატების ინსტიტუტი უქმდებოდა. აპელაციები აიგრძალა. ყველა კონტრრევოლუციური დანაშაულისთვის იყო ერთადერთი სასჯელის სიკვდილი. საფრანგეთში გილიოტინები მანამდეც არ ცდებოდა უქმად, მაგრამ ამის შემდეგ ორმაგი ძალით ამოქმედდა. ციხეები იყო გადავსებული. ნესტიან საკნებში სრული სიგიჟე სუფევდა. ქალებს და კაცებს საერთო საკნებში ათავსებდნენ. გილიოტინის წინაშე ყველა გათანაბრდა: არისტოკრატი და იაკობინელი, ურჩიმღვდელი და ვაჭარი, ჟირონდისტი და სანკიულოტი. და ამავე ზაფხულში, პარიზისგან 300 კილომეტრში მოხდა ფაქტი, რომელმაც დიდი რევოლუციონერის ბედი გადაწყვიტა. რობესპიერის და მისი ტერორისტების მთავრობის, ასე უწოდებდნენ მისი მტრების საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტს, უდავო დამსახურება გახდა არმიის შექმნა, რომელსაც შეეძლო საფრანგეთის დაცვა. 1793 წელს 83-დან 60 დეპარტამენტში ყველაფერი იწოდა ამ აჯანყებების გამო, ხოლო რესპუბლიკის საზღვრებთან იდგნენ ავსტრიული, პრუსიული, ინგლისური, ესპანური და სავოიის საჰერცოგოს ჯარები. იაკობინელებმა შემოიღეს საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია და ომების შესახებ ვიდეოში ჩვენ გიამბეთ, რომ ესა მობილიზაციის პირველი შემთხვევა ისტორიაში. დიდრებს ჩამოართვეს სურსათის მარაგები. არმიაში გააგზავნეს ფანატიკოსი კომისრები და ძალიან მოკლე დროში შეძლეს 14 არმიის ფორმირება. კონვენტის ამ 14 არმიამ შეძლო ამ ომის მიმდინარეობის გადატეხა ფრანგების სასარგებლოდ. საბოლოო გამარჯვება შემდგარ ფაქტად იქცა ფლერიუსთან გამარჯვების შემდეგ 1798 წლის 26 ივნისს. ავსტრიული არმია სრულად დამარცხდა. საფრანგეთში ინტერვენციის საფრთხე მოიხსნა და სწორედ ამან დაყუპა იაკობინელების მთავრობა. კონვენტი რობესპიერს იტანდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ტერორი იცავდა მათ მოწინააღმდეგეების ტერორისგან. რობესპიერი კონვენტის წევრებს გამოხშირვით ატერორებდა. ემიგრანტი დიდგვაროვნები კი იკრიბებოდნენ და ღიად და ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ მთელ კონვენტს ჩამოკიდებდნენ ფეხებით, ფრაქციის და პარტიის განურჩევლად. მაგრამ ფლერიუსთან გამარჯვების შემდეგ მონარქიის რესტავრაციის საფრთხე ფაქტობრივად მოიხსნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რობესპიერი აღარავის სჭირდებოდა. ის რაც შემდეგ მოხდა, კარგად არის ცნობილი. კონვენტის რამდენიმე დეპუტატმა, პოლ ბარასმა, ჟან ლამბერტ ალიენმა, ლუი ფრენონმა, ჟოზეფ ფუშემ და სხვებმა ესმოდათ რა რომ გილიოტინა არ ასწდებოდათ, დაგეგმეს შეთქმულება. 1794 წლის 27 ივლისს კონვენტის ტრიბუნიდან შეთქმულებმა საფრანგეთის ყოვლისშემძლე დიქტატორი დაადანაშაულეს ძალაუფლების მიტაცებაში და რევოლუციის საქმის ღალატში. და მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. კონვენტის ჩვეულებრივ უტყვი და დაშინებული უმრავლესობა, ეგრეთ წოდებული ჭაობი, აზვირთდა და რობესპიერი დაღუპა. დეპუტატებმა არ აპატიეს მას ის არანორმალური შიში, რომელშიც ცხოვრობდნენ მთელი ბოლო თვეების განმავლობაში. კონვენტმა უმალ გამოსცა ტირანის დაპატიმრების დეკრეტი. ხანგრძლივი სასამართლო არავის სჭირდებოდა და მომდევნო დღეს რობესპიერი და მისი თანამებრძოლები სიკვდილით დასაჯეს გილიოტინაზე. ჟორჟ ჟაკ დანტონი უკვე ციხის საკანში იყო, როდესაც თქვა ცნობილი სიტყვები. რევოლუცია არის როგორც სატურნი, ის ჭამს თავის შვილებს. არსებობს ასეთი ლეგენდა, რომ როდესაც დანტონი მოსაკლავად მიყავდათ, რობესპიერის სახლთან ჩავლისას მან დაიღვირა. მაქსიმილიან ძალიან მალე შემომიერთდებიო. დანტონის წინასწარმეტყველება ახდა. რობესპიერი გახდა უკანასკნელი დიადის შვილი, რომელიც რევოლუციამ შეჭამა. ამის შემდეგ დაიწყო სწრაფი უკუსვლა რადიკალური იდეებისგან და ეტაპობრივი დაბრუნება მუდმივ ღირებულებებთან. მაგრამ ეს უკვე ცალკე ისტორია. თქვენ რას ფიქრობთ რობესპიერის ფიგურაზე? გაგონებთ თუ არა ის სხვა ისტორიულ გმირებს ან თუნდაც თანამედროვე პოლიტიკოსებიდან ვინმეს? მოგწერეთ კომენტარებში. მანამდე კი აუცილებლად გამოიწერეთ ზღარბი და გაუზიარეთ ის, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს. ნახვამდის.